გაწერა, ანუ საქონლის მომწოდებელზე უკან დაბრუნება. იმისათვის რომ გადავიდეთ პროგრამის ამ ფუნქციაში, საჭიროა მარცხენა ზედა კუთხეში მოვძებნოთ ღილაკი ოპერაციები. დავაკლიკოთ მასზე და ჩამოშლილ ველში ავირჩიოთ ღილაკი გაწერა. ვაკლიკებთ მასზე და შესაბამისად გადავდივართ გაწერების განყოფილებაში. განვიხილოთ ზოგადად ეს განყოფილება. როგორც ხედავთ, აქ არის რამოდენიმე განყოფილება, კონკრეტულად კი პირველი ველი ცხრილი სახით რაც ასახულია პროგრამაში. ეს არის ინფორმაცია ამ ველში უბრალოდ დაისახება ინფორმაცია როგორც მომწოდებლების შესახებ, ასევე მათი გააქტიურების შემთხვევაში მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის შესახებ. გვერდით მარჯვენა ველი ასახავს ინფორმაციას გაწერილი პროდუქციის შესახებ, ხოლო მის გვერდით მყოფი მარცხენა ველი ასახავს ჯამურად ინფორმაციას, ანუ მთლიანი გაწერის შესახებ, აგრეთვე ჯამურად აისახება ყველა გაწერა თვითღირებულებით და სარეალიზაციო ფასის მიხედვით. თუ გვაქვს საძიებო ველი, ანუ შეგვიძლია ჩვენ აქ ავირჩიოთ მომწოდებლებით ძებნა, მაგალითად თუ გვინდა რაიმე პროდუქციის მომწოდებლის ამორჩევა, ვახდენთ აქ ფილტრაციას და შემდგომში ეს ყველაფერი აისახება ამ ცენტრალურ ველში, ანუ შესაბამისად იფილტრება და რჩება მხოლოდ ის, ვის ფილტრაციასაც ვახორციელებთ და ბოლო საძიებო ველი ეს არის გასაწერი პროდუქციის სია და პროდუქციის გაწერა. ანუ გასაწერის პროდუქციის სიაში აისახება ჩვენს მიერ გასაწერად გამზადებული და დამატებული პროდუქციის ინფორმაცია, ხოლო თვითონ პროდუქტების ძებნა როგორც დასახელებით, ასევე შტრიქ-კოდის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის გაწერის ველში, ანუ არის ეს ველი, სადაც ჩვენ მომწოდებლის არჩევის შემდეგ შეგვიძლია სკანერის მეშვეობით შტრიქ-კოდის ველში ჩავასკანეროთ გასაწერად გამზადებული პროდუქტი, რის შემდეგაც ხდება მისი გააქტიურება და გამოტანა ზედა ველში, ან მოვახდინოთ მისი ძებნა დასახელებით. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ ზედა ჩამონათვალში ავირჩევთ გასაწერ პროდუქციას, შეიძლება ეს მონაცემი მთლიანად, ანუ დგინდება ლიმიტი, თუ რა ნაშთი გვაწერია ამჟამად ჩვენ კონკრეტულ პროდუქტზე და შემდეგ გასაწერ ველში უთითებთ რამდენი ცალის გაწერა გვინდა და ღილაკის გაწერა დაკლიკებით ვახორციელებთ გამზადებას, დამატების მეშვეობით ვახორციელებთ დამატებას თვითონ გასაწერი პროდუქციის სიაში, ხოლო გაწერით უკვე ვასრულებთ ამ ოპერაციას. გავიაროთ დეტალურად თვითონ ეს პროცედურა. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებს ფირმა, ავირჩიოთ აქედან, სულ სამი ფირმა ყავს, მაგალითად ჟრს დაფნა ჰ. ნახოთ. ანუ საძიებო შეგვიძლია პირდაპირ მასზე დავაკლიკოთ და ამოვიღოთ ინფორმაცია. ან შესაძლებელია ეს ყველაფერი გავაკეთოთ მომწოდებლის ძებნის განყოფილებაში. ვირჩევთ ან ვაწვევთ ღილაკს ყველა მომწოდებელი, ბრუნდებით ისევ ამ სიაში. ვირჩევთ აქედან ფილტრაციით ფირმას და გასულად ნაწილობრივ მოვძებნოთ, ვაწვევთ ღილაკს Enter და შესაბამისად აქ დამიტოვა მხოლოდ მსგავსი სიმბოლების შემცველი ფირმა. ეს არის ჟრს დაფნა ჰ. ვაკლიკებთ მასზე ორჯერ და გამოტანილ პანჯარაში აისახება მის მიერ შემოტანილი ყველა პროდუქცია. ამ შემთხვევაში თუ დააკვირდებით, შემოტანილი პროდუქცია არის ორმაგად. რატომ ხორციელდება და რატომ ხდება ეს? მაგალითად, ტექსუნი არის ერთი და იგივე კოდი არის ორჯერ ასახული, მაგრამ თუ დააკვირდებით, ბოლოში ზედნადების ნომერი აქვს 2-ვეს სხვა და სხვა. ანუ ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გაწერა შეგვიძლია მოვახდინოთ კონკრეტული ზედნადებიდან. ვინაიდან ამ პროდუქციის თვითღირებულება შეიძლება ამ ზედნადებებს შორის იყოს სხვადასხვა გვარი. მაგალითად, თუ დააკვირდებით, პირველი შემოტანის დროს იყო ღირებულება 10 ლარი და 23 თეთრი, ხოლო მეორე შემოტანის დროს იყო 11 ლარი. შესაბამისად, გამოვიყვანოთ ნაშთები, მაგალითად, მე მინდა რომ პირველი პროდუქციიდან გაუბრუნო მას გაფუჭებული 5 ცალი პროდუქტი, ხოლო მეორედან, ახალი შემოტანილიდან სრულად მთლიანად 20 პროდუქტი, კონკრეტულად კი ტექსუნი კილო 745 გრამიანი.
პროდუქტის არჩევა, ანუ ამ ჩამონათვალიდან არის შესაძლებელია, მაგალითად ჩვენ თუ დავაკლიკებთ თვითონ იმ ზედნადებზე და იმ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გავწეროთ, ქვევით აისახება ინფორმაცია, შეგვიძლია ვნახოთ დასახელება, კოდი და ლიმიტი, ანუ 9 ძალის გაწერის საშუალებას გვაძლევს. ამჟამად ჩვენ გვინდა რომ გავწეროთ 5 ძალი. შესაბამისად ვწერთ რაოდენობას 5 და ღილაკზე დამატება დაკლიკებით ვამატებთ მას ჩამონათვალში, პროდუქციის სიაში, რომელიც უნდა გავამზადოთ გასაწერად. აგრეთვე შეგვიძლია განვახორციელოთ მეორე კოდის დამატებაც, როგორც ჩვენ ვთქვით უკვე პირველიდან, ანუ 10 და 23 ლარის ღირებულებისას წერთ 5 ცალს, ხოლო ბოლო შემოტანიდან წერთ სრულად. ვაწვევით მეორე შემოტანის კოდს, ლიმიტი მოგვცა 20 ცალი და აქედან ვეუბნებით სრულ გაწერას. და ვაწვევით ღილაკს დამატება. ჩვენ ახლა განვახორციელოთ მხოლოდ ორი კოდის გატანა კონკრეტული მომზადებლიდან. თქვენ შეგიძლიათ გაწეროთ ის პროდუქცია, რომელიც შესაბამისად უბრუნდება კონკრეტულ მომწოდებებს. უბრალოდ ჩვენ გაჩვენეთ ნიმუში. პროდუქტები გამზადებულია გასაწერად, ჯამური ინფორმაცია გაწერის შესახებ თუ რამდენი ლარის იქნება თვითღირებულებით ასახული არის ქვედა მარჯვენა კუთხეში, როგორც თვითღირებულებით, ასევე სარეალიზაციო ფაზით. და ღილაკზე გაწერა დაკლიკებით შეგვიძლია დავასრულოთ ეს ოპერაცია. ვაწვევით ღილაკს გაწერა და გვეუბნება პროგრამა რომ გაწერილია ორი პროდუქტი შეგვიძლია დაბნას ანგარიშიდან. ოკეი. როგორც ხედავთ, გაწერა განხორციელდა, შესაბამისი ინფორმაცია აისახა ორ ველში, ეს არის კონკრეტულ მომწოდებელზე, ჯამური ინფორმაცია მარჯვენა ველში, თარიღის მიხედვით, ანუ თვითღირებულებით 271 ლარი და 15 თეთრის, ქვედაც ველში მოცემული არის ჯამი, ანუ რაც მე ჩამონათვალი იქნება შესაბამისად ღირებულებითაც გაიზრდება ჯამური ინფორმაცია და აგრეთვე კონკრეტული გაწერისა თუ დავაკლიკებთ მასზე აისახება გვერდითა მარჯვენა ველში ინფორმაცია გაწერილი პროდუქციის შესახებ ზედნადების ნომრის მიხედვით. ანუ ჩანს სრულად მოვახდინოთ. აი აქ როგორც ხედავთ არის სვლადი პანჯარა, ანუ შესაძლებელია მისი გაფართოება და ვნახოთ დეტალურად თუ რა ინფორმაციას ასახავს იგი. 5 ცალი პროდუქტი 10 ლარი და 23 თეთრის ერთეულის ღირებულება, შემდგომ მოდის ჯამური, იგივე პროდუქტი 20 ცალი, მაგრამ თვითღირებულება უკვე შესაბამისად გაზრდილია და 11 ლარის არის. აისახება ინფორმაცია პირველი პროდუქტის შემოტანის შესახებ და მისი ზედნადების ნომრის შესახებ, აგრეთვე მეორე პროდუქტი და მისი ზედნადების ნომერი. აგრეთვე ასახული აქვს სარეალიზაციო ფაზები, თუ რა ფაზებში ხორციელდებოდა მისი რეალიზაცია გაყიდვა. თვითონ პროდუქციის დამატების დროს, მაგალითად ისევ გავააქტიუროთ დაბნა H, მაგალითად ჩვენ გვსურს რაიმე პროდუქტის დამატება. ავირჩიოთ აი ეს პროდუქტი, ისევ არ გვინდა აი ეს პროდუქტი. ანუ ლიმიტი გვაქვს 13 წალი. მაგალითად ჩვენ გვინდა სახელით ან კოდით ზებნა, შეგვიძლია პირდაპირ ჩავდგეთ განყოფილებაში, ჩავასკანეროთ კოდი და ავტომატურად ხდება ამ კოდის მოფილტრა, ანუ ზედნადებების მიხედვით მოიფილტრება მხოლოდ ეს კოდი შესაბამისი შემოტანებით. შემდგომ ვირჩევთ თუ რომელი შემოტანიდან გვინდა ამ პროდუქტის გაწერა, მაგალითად პირველიდან, აისახა რომ სულ შემოვიდათ 15 წალი, 2 იყო გაყიდული, დარჩენილი ნაშთი არის 13 წალი, ანუ 13 წალის გაწერის საშუალებას გვაძლევს. დავამატოთ 3 და ვაწვევით ღილაკს დამატება. მეორედან დავამატოთ 5 და ვაწვევით ღილაკს დამატება. თუ მოხდა შეცდომა, მაგალითად და ჩვენ გვინდა რომელიმეს ამოშლა, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ღილაკს C. დგებით გასაწერ პროდუქციის სიაში ერთ-ერთ პროდუქტზე, ანუ რომლის ამოშლაც უნდა განვახორციელოთ, ვაწვევთ ღილაკს C და ჩამონათვალიდან ვიღებთ ამ პროდუქტს. ვტოვებთ მხოლოდ იმას, რაც უნდა გაიწეროს და ვაწვევთ ღილაკს გაწერა და ვახორციელებთ გაწერას. გვატყობინებს რომ გაწერილია ერთი პროდუქტი, შეგვიძლია დაბნას ანგარიშიდან. ოკეი. ვაწვევთ ღილაკს და შესაბამისად აქ უკვე გამოჩნდა ორი გაწერის შესახებ ინფორმაცია. თუ დავაკლიკებთ მათზე, ნახავთ რომ სათითაოდ ასახული არის მათი ინფორმაცია.
იმისათვის რომ მოვახდინოთ გაწერის ზედნადების ამობეჭდა, გაწერის დასრულების შემდეგ ვდგებით იმ გაწერაზე, რომელიც განვახორციელეთ ჩვენ ახლა, გადავდივართ შემდგომში, ჩამონათვალში და ნებისმიერ პროდუქტზე მაუსის ორჯერ დაკლიკებით გამოდის ბეჭდის პანჯარა, რომელიც შემოგთავაზებს დაბეჭდას ორჯერ, ვინაიდან იბეჭდება სასაქონლო ზედნადები, გაწერის, აგრეთვე დანართი და პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გაწერილის აისახება დანართში. ვაწვევით Relax OK. ამის შემდგომ გამოდის ჩემთან შენახვის შესახებ და მეორე პანჯარა უკვე თვითონ ზედნადების ამობეჭდის შესახებ. თქვენ დააწვევით Relax OK. სულ ეს იყო, რის თქმაც შეიძლება და გაწერის შესახებ.